2024 წლის 1 იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 30.000 ლარამდე იზრდება. ცვლების შედეგად საბანკო სექტორისთვის დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში სავალდებულო სადაზღვევო შენატანი დაახლოებით 40%-ით გაიზრდება. რატომ გახდა დეპოზიტების დაზღვევის ზღვარის გაზრდა უკვე მეორე საჭირო და გაიზრდება თუ არა ბანკებს ყოველთვიური გადასახადი. თემას დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელთან ლევან თოდუასთან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მახსოვს, როდესაც პირველად შემოვიდა დეპოზიტების დაზღვევა, როგორც სიახლე, მაშინ ძალიან დიდი მოლოდინები არსებობდა, თუმცა იყო გარკვეულწილად ბევრი კითხვის ნიშანი, რამდენად რეალურად გაამართლებდა. თუმცა ყველათ ხვდებოდა, რომ დეპოზიტების დაზღვევის გარეშე რეალურად სწორ განვითარებაზე ფინანსური ინსტიტუტების საუბარი არ შეიძლებოდა. აი ამ გადმოსახედიდან დღეს როგორი შტაბ-შტილება გაქვთ გაამართლა ამ სისტემის შემოღებამ? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. კი ბატონო, კარგი კითხვა არის. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ზოგადად დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსური უსაფრთხოების კუთხით ძალიან კარგი ინსტრუმენტი არის. ეს ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა და მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის, რომ შევქნათ სტაბილური გარემო ზოგადად. განსხვავებით სხვა ბევრი ქვეყნის, ახლა არ მინდა შევაქო საქართველოს, მაგრამ საქართველოში სტაბილურობის კუთხით, საბანკო სტაბილურობის კუთხით განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. დღეს ძალიან მყარია ეს სექტორი, ანუ პრობლემები საბანკო სექტორში არ არსებობს, თუმცა ასეთი სისტემის არსებობა მაინც მნიშვნელოვანი არის ზოგადად მომავლისთვის. თუ ვთქვათ, იქნება რაიმე კრიზისი, რაიმე საფრთხე, რომ ამ სისტემამ იმუშაოს და ვთქვათ, ერთგვარი უსაფრთხოება შექმნას ფინანსური სტაბილურობის კუთხით. რაც შეეხება ზღვრის აწევას, მართალი ბრძანდებით უკვე 2024 წლიდან 30.000 ლარი გახდება, უფრო ხელშესახები იქნება ეს თანხა, დღეისათვის 15.000 ლარია, როდესაც ეს სისტემა დაინერგა და დაიწყო ამ სისტემა ფუნქციონირება, მაშინ 5.000 ლარი იყო მხოლოდ, შემდეგ უკვე 2024-ში გავზარდეთ 15-მდე და 2024-ში უკვე 30.000-მდე ზდით. ეს განპირობებულია იქიდან გამომდინარე, რომ თუ ჩვენ სტატისტიკურად გადავხედავთ, დეპოზიტების რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება. თუ ავიღებთ მაგალითად ჩვენ 18 წლიდან ვაწარმოებთ სტატისტიკას და თუ ავიღებთ 2018 წლის მონაცემებს, მაშინ იყო სადღაც 18-19 მილიარდი. დღეს თუ შევხედავთ მონაცემებს, უკვე 48 მილიარდი ლარი არის ესე იგი საბანკო დეპოზიტები. აუცილებლად უნდა ჩაგიკითხოთ, ვიდრე განვაგრძობთ საუბარს. თქვენ ახსენეთ სიტყვა სტაბილურობა, საბანკო სექტორის სტაბილურობა. რისთვის გახდა საჭირო, სწორედ აი ამ პროცესებიდან გამომდინარე, ვკითხულობ, რომ დაუშვათ 15.000 ლარი გახდეს 30.000 ლარი. გუშინ ამ ეთერში საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად ვსაუბრობდით ბანკებისთვის დამატებითი ბუფერების ნაწილზე, როდესაც მათ მოუწევთ გარკვეულწილად დარეზერვებამ თანხის კიდევ უფრო მეტი სტაბილურობისთვის და იმ რისკების დასაცავად, რომელიც შესაძლოა გარკვეულწილად რაღაცა კრიზისების პერიოდში დადგეს. რადგან საქართველოს საბანკო სექტორს ეს პრობლემები ჯერ არ შექმნია, მიუხედავად იმისა, რომ გაიარა 2008 წელი პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი, რატომ გახდა საჭირო? გასაგებია ეს არის უსაფრთხოების ნაწილი, მაგრამ ეს არის კიდევ აი ამ სიტუაციაში დამატებითი ხარჯი ბანკისთვის, რომელიც მე უკვე მომხმარებელზე აისახება. ამიტომ ბუნებრივად ჩდება კითხვა, რატომ გაჩნდა საჭიროება? კი ბატონო, მოდით პირდაპირ ესე ვიტყვით, რომ თქვათ პროდუქტი უძვირდება მომხმარებელს. მე არ ვკითხულობ, რომ მე არ ვამბობ, რომ პროდუქტი უძვირდება, მაგრამ შეიძლება რომ აისახება, კი, მომხმარებელზე ასახვის კუთხით დიდ გავლენას არ პოვებს და თუ ავიღებთ ახლა ბანკების მონაცემებს, მოგებას გულისხმობ, ის სადაზღვევო შენატანები, რომელიც სავალდებულო შენატანების კუთხით აქვთ, ასე ვთქვათ, გადასახდელი მათ, არ არის ისეთი კოლოსალური თანხა, რომ ვთქვათ, რაღაცა დიდი პრობლემები შეუქმნათ. თუმცა რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის ახლა ნებისმიერი დამატებითი გადასახადი არ არის, ასე ვთქვათ, მისაღები და კომფორტული, თუმცა თუ ავიღებთ, ვთქვათ, მომხმარებლისთვის კარგი რატომ არის? მომხმარებლისთვის კარგი რატომ არის და კი ბატონო, მომხმარებლისთვის არის, რომ მომხმარებელს არ უწევს, ვთქვათ, ფიქრი, შიში იმისა, რომ თქვათ ჯერ ერთი რომ თქვათ დობის ხარისხი იზრდება, მომხმარებელმა იცის, რომ მისი დეპოზიტები დაზღვეული არის, მიუხედავად იმისა, რომ კი სტაბილურია, თქვათ
საბანკო სექტორი დღეს გარკვეული ცუდი ასე ვთქვათ გამოცდილება გვაქვს ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვთქვათ შეიძლება რაღაც გარკვეული მომავლის შიშებიც ჰქონდეთ ბანკის კლიენტებს ასე რომ ეს ერთგვარი მათ გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება და შვიდათ არიან მათ იციან რომ რაღაც გარკვეული თანხა მათი დანაზოგი რაც არ უნდა მოხდეს ვთქვათ იყოს კრიზისი ვთქვათ ან სხვა ნებისმიერი მიზეზით მოხდეს რომელიმე ბანკის ლიკვიდაცია სადაც მათ თავიანთი დანაზოგი აქვს გათავსებული მათ იციან რომ სახელმწიფო და ეს სისტემა მათ რაღაც გარკვეულ ნაწილს ამ თანხისა უზღვევს ამიტომ შვიდათ არიან უფრო ადვილად თავის დანაზოგი ადვილად მიაქვს ბანკში და მეორე საკითხი ის არის რომ თქვათ აღარ აქვს იმის თქვათ იმაზე ფიქრის საჭიროება ამ ბანკში შევიტანო თუ თქვათ მეორე ბანკში ნებისმიერ ბანკში არის დაცული თქვათ შეიძლება ერთი ბანკი უფრო მეტი თქვათ პრესტიჟი ჰქონდეს თქვათ და მეტი სტაბილურობით გამოირჩეოდეს და თქვათ და მეორე ბანკი შეიძლება არა, მაგრამ თქვათ ერთი ბანკი უფრო მეტ სარგებელს თავაზობდეს, თქვათ, ვიდრე სხვა ბანკი. ამიტომ პრობლემა არ არის, პირდაპირ შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. კიდევ ერთხელ მაყურებლისთვის რომ ძალიან ცხადი იყოს, ამ სისტემის მუშაობა არის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კომპონენტის გათვალისწინებით და იმისთვის რომ ვიგრძნოთ ყველა ჩვენგანმა რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის სტაბილური და უსაფრთხო ჩვენთვის. მაგრამ უსაფრთხოებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ჩვენ ვზრდით თანდათან ეს გადაწყვეტილება მიიღებულია იმიტომ რომ დავუშვათ ბანკებს ერთბაშად არ დააწვეთ ეს ხარჯი, თუ აი 30 ჯერ იყო 5, მერე გავხადეთ 15, ახლა ვხდით 30,000 ლარს. სადამდე შეიძლება მივიდეთ და რომელია ოპტიმალური ზღვარი, როცა შეგვეძლება უკვე იმის თქმა, რომ რეალურად ყველა სახის დეპოზიტარი არის რეალურად დაცული, ეს მას აქვს განთავსებული ბანკში პირობითად 5,000 ლარი, თუ განთავსებული აქვს 100,000 ლარი. კი ბატონო, ნახეთ, მოდით ესე თქვათ, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ ასევე, რომ ერთიანად ბანკებს დიდი გადასახადი არ დააწვეს. ეს ერთი საკითხი. მეორე აქ მნიშვნელოვანი არის, ნახეთ, თვითონ დეპოზიტების დაზღვეული დეპოზიტების რაოდენობა. ჩვენ ახლა თუ ავიღებთ მაგალითად ფიზიკურ პირებთან მიმართებაში დღეისათვის დეპოზიტორებზე მაქვს მემხედველობა გამახვილებული ახლა 95-დან 97%-მდე დეპოზიტორების გვაქვს დაზღვეული. ყავს დაზღვეული. როდესაც ესე იგი იზრდება დეპოზიტების რაოდენობა ბანკში და მოსახლეობას უფრო მეტი თანხა უჩნდება, რომ თქვა დანაზოგი გააკეთოს, ეს ციფრი იკლებს. ჩვენ თუ არ ავწიეთ ზღვარი პერიოდულად, ეს პროცენტიც დაიკლებს. ამ სისტემამ რო კარგად იმუშაოს, მნიშვნელოვანი არის, რომ დეპოზიტორების მოცულობა იყოს მაღალი. რა თქმა უნდა, თანხაც ან თვითონ თანხაში გამოხატული პროცენტიც რომ მაღალი იყოს, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თვითონ უსაფრთხოების კუთხითაც უფრო რაც შეიძლება უფრო მეტი დეპოზიტარი იყოს დაზღვეული. კი ბატონო. აი, აქედან გამომდინარე, როცა იზრდება არა თანხის ოდენობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, არამედ რა რაოდენობით არის დაზღვეული. ორივე პრინციპში, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტიც ეს არის. ამიტომ, როდესაც ეს პროცენტი იკლებს, ჩვენ ვცდილობთ რომ ავწიოთ ზღვარი, რომ პროცენტი გაზრდოს. ოპტიმალური თანხა, რომელზეც უკვე შეგვეძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ყველაფერი დაზღვეული გვაქვს რეალურად. აი, ესეთი ოპტიმალური თანხის თქმა ცოტა ძნელი არის და რაღაც და რაზეა ზოგადად დამოკიდებული მაგალითად რას ითვალისწინებთ, როდესაც აი ამ ტიპის ცვლილებების საჭიროებას ხედავთ? იყო აი მაგალითად საერთაშორისო პრაქტიკა რო ავიღოთ, თქვათ მარტივად, იყო ესეთი შეფარდება 20-80-ზე იყო, თუმცა დიდად პოპულარული აღარ არის უფრო ჩვენ მაგალითად ეხა უფრო აი 20-80-ი რას გულისხმობს 20% თანხობრივად და 80% რაოდენობრივად. ეხლა ჩვენ უსწრებთ ამას რაოდენობრივად, თუმცა თანხობრივად დაახლოებით 13% გვაქვს ეხლა დაზღვეული. საერთო მოცულობიდან აქ შედის ფიზიკური პირების და იურიდიული პირების, მაგრამ თუ შევხედავთ ფიზიკური პირების ჭრილს, უკვე იქ 25%-მდე არის. ნაკლები 3% არის სადღაც იურიდიული პირებისთვის, იმიტომ რომ ეს თანხა იურიდიული პირებისთვის მნიშვნელოვანი არ არის, დიდი არ არის, უფრო მეტი თანხები აქვს მათ დეპოზიტზე. აი, ესეც მნიშვნელოვანი არის ამ გადაწყვეტილებისთვის, რომ გავზარდოთ ეს ზღვარი, რომ იურიდიული პირების დეპოზიტებიც მოვიცვათ უფრო თანხობრივად.
და ესეთი დადგენილი რაღაცა თუ დირექტივას ავიღეთ ევროკავშირის, მაგალითად ევროკავშირის დირექტივით 100.000 ევრო არის, რაც ეხლა ჩვენთვის ძალიან შორი პერსპექტივა არის, მაღალი პერსპექტივა. ამიტომ, ეს პერიოდულად გადავხედავთ ჩვენ ესე იგი მუდმივი კონტაქტი გვაქვს საბანკო ასოციაციასთან, აი თქვენ ახსენეთ და მეც მინდა ვახსენო, რომ და მადლობა უთხრა ყველაფერში გვეხმარებიან ისინი და თქვა ბანკებთან კომუნიკაციაში აქტიურად არიან ჩართულები ჩვენსა და ბანკებს შორის ჩვენ გადაწყვეტილებებს ესე სპონტანურად არ ვიღებთ ბანკებთან ყოველთვის გვაქვს ხოლმე ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია წინასწარი კონსულტაცია რომ მათთვის რაღაც ჩვენი გადაწყვეტილებები ერთგვარი სურპრიზი არ იყოს და ამაში ძალიან გვეხმარება საბანკო ასოციაცია და აი იმის გამომდინარე როგორი სიტუაცია გვაქვს იმის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ჩვენი საუბრის ბოლოს შესაძლოა ეს სქემა ამოქმედდეს მიკრობანკების შემთხვევაშიც ამაზეც მინდის საუბარი თქვენ გქონდათ ჩვენს ჟურნალისტებთან საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით ბიზნეს პარტნიორის თუ შეიძლება რომ უფრო კარგად განმარტოთ აი მიკრობანკების შემთხვევაში და უშუალოდ რატომ ხდება ამის საჭიროება ანუ იქაც სერიოზულ რისკებზეა საუბარი თუ მიკრობანკი მაინც ბევრად განსხვავებული სტრუქტურაა ვიდრე თავად ბანკი ამიტომ მაინც საინტერესო მიკრობანკის შემთხვევაში მის საჭიროება რატომ დავინახეთ ნახეთ ეს სისტემა ანალოგიურად მიუდგება ზუსტად როგორც კომერციულ ბანკებს უდგება ახლა ზუსტად ანალოგიური მიდგომები იქნება მიკრობანკებთან მიმართებაშიც კარგია რომ აღნიშნეთ ეს საკითხიც აი მიკრობანკები როცა შემოვლენ თქვათ ბაზარზე კანონში წერია რომ თუ მათ გარკვეული რაოდენობის არ აქვს რეზერვი კანონი უზღუდავს და მხოლოდ იმ რაოდენობის დეპოზიტის მიღება შეუძლიათ რა რაოდენობის თანხაც არის დაზღვეული დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მიერ აქაც კარგია რომ ზღვარი იზრდება და უფრო მეტი რესურსი გაუჩნდება და ნდობის საკითხი ეხლა შეიძლება მიკრობანკები პირველ ეტაპზე თქვათ არ სარგებლობდნენ ისეთი ნდობით საზოგადოებაში ეხლა მე არ მინდა რომ რაღაც ცუდის თქვა მაგრამ შეიძლება თქვა პირველ ეტაპზე თავი შეიკავონ მოქალაქეებმა მიკრობანკებში თანხის აბსოლუტურად ლოგიკურია მაგრამ როდესაც ეცოდინება მოქალაქეს ჩვეულებრივ მოქალაქეს რომელსაც თქვა დიდი ფინანსური განათლება არ აქვს მაგრამ აქ რაღაც გარკვეული დანაზოგი და უნდა რომ მეტი სარგებელი მიიღოს და ლოგიკურია რომ მიკრობანკი შეიძლება უფრო მეტი პროცენტი მიცეს და უფრო მეტი სარგებელი გადაუხადოს მოქალაქეს მას არ ექნება შიში მას არ ექნება ფიქრი იმასთან დაკავშირებით რომ ვაიმე რომ შევიტანო თქვა ეს თანხა ამე არ დაემართოს მიკრობანკს ახალი თქვა ბაზარზე ახალი გამოჩენილი სუბიექტია და თქვა ხვალზე რამოელის მას მე სხვა არ იცი შეულებრივ მოქალაქე ამიტომ გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღებას და თუ მას დანაზოგი ექნება თავისუფლად შეუძლია რომ უკვე მიკრობანკშიც განათავსოს. როდიდან გავრცელდება მიკრობანკებზე? მიკრობანკები უკვე გავრცელებული არის პრინციპში 1 ივლისიდან შევიდა ძალაში, ახლა მიკრობანკების თავად როცა დაიწყებენ ფუნქციონირებას, როცა მიიღებენ დეპოზიტებს, ავტომატურად უკვე როდესაც მიკრობანკი როგორც კი მიკრობანკი მიიღებს მიკრობანკის ლიცენზიას, ის ავტომატურად ხდება უკვე ჩვენი სისტემის წევრი. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და ნამდვილად გისურვებთ თქვენს და საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც რომ ისეთი სისტემა გქონდეს გამართული, როდესაც 100.000 ევროს დაზღვევა იყოს საჭირო თითოეული ანუ ამ მასშტაბის დანაზოგი გქონდეს საქართველოს მოქალაქეს. ლევან თოდუა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.